კიდევ ერთი პოლიტიკოსი ციხეში. რეჟიმი რეპრესიულ კალენდარს მიყვება. ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემდეგ იმავე მოსამართლემ ნიკა მელიაც გაგზავნა საპყრობილეში. მელიას ისტორია კიდევ უფრო მძიმე დარღვევებითა და ცინიკური გარემოებებით გამოირჩევა. პოლიტიკოსი ჯერ კიდევ სასამართლომდე დაიჭირეს მოსამართლესთან მელია უკვე დაპატიმრებული მიიყვანეს წუხელ მას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუსაფრდნენ და ფაქტობრივად გაიტაცეს. ამას კი ადმინისტრაციული კოდექსი დაუდეს საბაბად, მაგრამ დარღვევა ფაქტობრივად არ არსებობს ბუნებაში. მელია სასამართლოზე მისვლას არ აპირებდა. რეჟიმს მოუწევდა ის დაეკავებინა სხვაგან. ოღონდ მელიამ წინასწარ განაცხადა, რომ არანაირი წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა. უბრალოდ სასამართლოში მისვლა არ სურდა. ამრიგად მელიას მოუგონეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რადგან დღეს სულ სხვა საქმეზე უპრობლემოდ მieყვანა დარბაზში. მოსამართლე არც კი დაინტერესებულა როგორ აღმოჩნდა პოლიტიკოსი მის წინაშე. ის არ სვამდა შეკითხვებს და ელოდებოდა ფორმალური პროცედურის დასრულებას, რომ შემდეგ წინასწარი ცნობილი გადაწყვეტილება გამოეცხადებინა. მელია იმიტომ დააპატიმრებს, რომ რეჟიმის არალეგიტიმურ კომისიასთან არ ითანამშრომლა. მოსამართლის გამოფხიზლება მელიამ წყლის შესხმით სცადა. ჩვენ ახლა შემოგვერთდება ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე, რომელიც მეტ დეტალს გვეტყვის ამ პროცესის შესახებ. ქეთი, იყო თუ არა რაიმე განსხვავებული აი ამ პროცესის შორის დღეს მელიას პროცესზე ჩვენ ყოველდღიურად არაერთ პროცესს ვადევნებთ თვალს, სადაც მოსამართლეების წინაშე არიან რეჟიმის პატიმრები, პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები. შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოშიც ნიკა მელიას ხდომა წარიმართა იგივე სცენარით და იგივე ფორმატში, როგორც ეს მოხდა მაგალითად რამდენიმე დღის წინ მისივე თანაპარტიელის ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაშიც. ეს ხდომა წარიმართა პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციის ფონზე, შეზღუდვების ფონზე, მოქალაქეების მისამართით, მედიის მისამართით. მედიას არ ჰქონდა კამერით შენობაში მუშაობის შესაძლებლობა, ასევე ხდომა ჩატარდა მცირე ზომის დარბაზში და ყველა მსურველს არ მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ დღევანდელ ხდომას დასწრებოდა. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა. ნიკა მელიას საქმის შემთხვევაში განსხვავებული არის ის ფაქტი, რომელიც მოხდა გუშინ ღამით და რომელიც უკავშირდება მის ძალადობრივად დაკავებას და რაზეც დღეს ილაპარაკა თავად ბრალდებულმა სხდომათა დარბაზში. ეს დაკავება მისთვისაც, მისი ადვოკატებისთვისაც, მისი თანაპარტიელებისთვისაც იყო მოულოდნელი, თუმცა არა გასაკვირი. ყველა მათგანი დღეს ხაზს უსვამდა, რომ ეს არის ქართული ოცნების ხელწერა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. წინასწარი დაკავების იზოლატორის შენობა, სადაც ნიკა მელია სასამართლოში გადაყვანამდე ჰყავდათ, პოლიციის დანაყოფებმა დილიდან გაამაგრეს. ქართული ოცნების ახალმა ძალოვანმა მინისტრმა სპეცტექნიკაც დაიხმარა და წყლის ჭავლის მანქანები სამმართველოს შენობის ეზოში მოაბილიზა. თუმცა რისთვის ან ვისთვის გაურკვეველი დარჩა. 16 საათიანი პატიმრობის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლოში გაძლიერებული დაცვით მიიყვანეს. სხდომათა დარბაზში მას 8 პოლიციელი დარაჯობდა. პირველივე შესაძლებლობისთანავე დაკავების დეტალები მოყვა, რასაც თავად თავდასხმას და გატაცებას უწოდებს. ნიკა მელიას განცხადებით ის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციელებმა უმიზეზოდ, თუმცა კონკრეტული მიზნით გააჩერეს. მანქანიდან გადმოიყვანეს, ფურგონში ჩატენეს და ახსნა განმარტებების გარეშე წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს. გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი სულ რაღაცა 2 კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გადაცემა და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ეგრეთ წოდებული საპატრულო ატოსატასტუს საშუალება, პატრულის ფორმაში გამოწყობილი ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფ პირმა ძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა და აი ამ პროცესში, როდესაც ჯერ კიდევ მართვის მოწმობა ძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ეგრეთ წოდებულ რაციაში კითხვა გაისვა, რაც გავიგეთ მეც და ძღოლმაც. ვიღაც ეთყობა მისმა ხელმძღვანელმა კითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო უკვე რა ხდებოდა. და აქ არსაიდან დაახლოებით მე რაც დავინახე და შემდეგ შემიძლია თამამად ვთქვა, იმიტომ რომ 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს, ვილად რომ ვთქვა და კითხვა არ გიჩნდება რა მოხდა. და უნდა გამიშვათ ეხლა კითხვა რატომ და რისთვის არ მიხდი მე იმ უსამართლო გირავს. ის გაინტერესებს, რაზეც პასუხი გააქვს. ის არ გაინტერესებს, რა როგორ აღმოჩნდი.
მოგვიანებით შეიტყო, რომ ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით. მომხდარი სამსახველი ვიდეო მტკიცებულებები არ არსებობს. ოპოზიციონერი ლიდერი ყვება, რომ ამისთვის პოლიციის წინასწარ ორგანიზებულმა და ჩასაფრებულმა ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა. წაართვა ტელეფონი და დაუმტვრია ავტომობილზე დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერებიც. ნიკა მელია დღეს ამ ისტორიის გამო მოსამართლისგან რეაგირებას ითხოვდა. ირაკლი შვანგირაძე არც ერთი დეტალით დაინტერესებულა, რასაც ბრალდებულის გაღიზიანება მოჰყვა. ადმინისტრაციული დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის დახურვის ფარგლებში ამის განხილვაზე არ გულები მიჟღერეთ. ეს არის ადმინისტრაციული რა ხოდა გეუბნები ვიცი რომელი ხო თუ ვიცი ერთ შემთხვევაში ვერ მიჟღერებდი არა იმიტომ რომ არ გაქვს ამის შესაძლებლობა მოგეწონა არც გაინტერესებს როგორც ადამიანს არ გაინტერესებს არასდროს როგორც მოსამართლეს ხარ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით ეს ყველა ვიცით მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე მურუსიძე რამდენად ორჩილი იქნებით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება ეს კაცი უნდა წყლის შესხმის შემდეგ მოსამართლე შვანგირაძემ ბრალდებული გააძევა და დღევანდელი სხდომის მთავარი გადაწყვეტილებაც მის გარეშე გამოაცხადა. ქართული ეთნების საგამოძიებო კომისიის ბოიკოტირების საქმეზე 50,000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო უკვე დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ბრალდებულს მის ადვოკატებს და მის პარტიას ეჭვი არ ეპარებათ, რომ გუშინ ღამეთის წინასწარ და გამოგონილი ბრალით სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო დაიჭირეს. სიგიჟეს უყურებდით საათების განმავლობაში და ადამიანმა წყალი შეასხა კი არა. საერთოდ როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენთაგანს განსაკუთრებით მოქალაქეებს, რომელსაც მართლა მართლმსაჯულება ჭირდება, პოლიტიკოსები მიჩვეული მაინც ვართ და ვიცით რაზეა ლაპარაკი. უბრალოდ წარმოუდგენელია. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა ეს კაცი არის უკანონო პატიმარი. მოსამართლე შვანგირაძეს ყავს უკანონო პატიმარი კვლავ ვიმეორებ, არა იმიტომ რომ არასწორად განმარტა ნორმა ან მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე, არა, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება რომ იყოს. ნიკა მელიას ადვოკატები დღეს მოსამართლის დარწმუნებას უშედეგოდ ცდილობდნენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდებით გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე 3 საათით ადრე დააკავა. ამიტომ სურვილის შემთხვევაშიც კი ის ფულის გადახდას ფიზიკურად ვერ შეძლებდა. პირობითად თუ ნიკა მელიას გაცხადებული პოზიცია შეიცვალა და გადაწყვეტილი ჰქონდა, უნდა გადაეხადა 12 საათამდე გირაო. როგორ შეიძლება? რა თქმა უნდა შეეშალა, კითხვა რა შემდგომარეობს მართლა ვერ მოვიდა. როგორ შეიძლება თავისუფლების წარდგება არ შეგიშალოს ხელი? რა კითხვათასვით ვერ მივხვდი. აქ ჩვენ კანონზე ვსაუბრობ და ნორმაზე. ანუ ვადის ფაქტი რა არის, იცი? ეხლა რომ თქვენ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოთ, აი მსგავსი ქმედების გამო არ უნდა დააკმაყოფილოთ დახვეწის გარეშე დატოვა და მეორეჯერ ცოტა უკეთესად დაფიქრდებიან მავანი. ნიკა მელია წულუკიანის კომისიის გამოდაპატიმრებული მესამე ოპოზიციონერია. მისი სხდომაც დღეს პროკურატურამაც, სასამართლომაც და პოლიციამაც ზუსტად იგივე ფორმატში ჩაატარა, როგორც ეს დანარჩენი ოპოზიციონერი ლიდერების შემთხვევაში მოხდა. გაძლიერებული დაცვის ფონზე და შეზღუდული აუდიტორიის მონაწილეობით მცირე დარბაზში, სადაც ყველა მსურველმა დასწრება ვერ შეძლო. 12 ივნისიდან ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვები დაიწყება. რას აპირებს პოლიცია იმ ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ საგანგებო დახძრა ჯერ უცნობია.